შემდეგი კურსი იქნება ჰერმეტიზმი, როგორც მარტოხელა მოგვის გზა. ანუ ადამიანი გავაცნობიერებთ ზოგადად აქ, რომ მთელი სამყარო ეს არის ვიბრაციები. ჩვენ განვიხილავთ მექანიზმებს და ტექნიკებს სამყაროს მართვის ზურმუხტის ფილებისა და კიბალეონის მიხედვით. გავაცნობიერებთ ძირითად კანონებს, იმ 13 კანონს ოკულტიზმის, რაც არსებობს რეალობაში და ამავე დროს განდობილობის 9 ბიჭს, ანუ ნაბიჯს. ამიტომაც დავარქვით მარტოხელა მოგვის გზა. მარტოხელა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ რიტუალების და იმ რიტუალური მაგიისა და მსგავსი რაღაცების ჩვენ მექანიზმების გაცნობამდე მივალთ. იმიტომ რომ როცა იცი მექანიზმები, დანარჩენს შენ თვითონ აკეთებ. შენ თვითონ მიხვდები რამხელა ძალა აზრს და ფიქრებს და შეგიძლია მართო ყველა პროცესი საკუთარი აზრით და საკუთარი ფიქრებით და სიტყვით. ბატონო მალხაზ, თუ იქნება ეს კურსი საინტერესო იმათვისაც, ვისაც უკვე თქვენი აი წინანაკადების ვისთვისაც გავლილი აქვს უკვე. ეს უფრო შემაჯამებელი კურსი იქნება ყველასთვის. ამიტომ ეს ყველასთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჰერმეტიკაზე. მე როგორ არის, იცი, პრაქტიკულად მასალები თითქმის არ არის, პოპულარული მასალები და ცნობილი მასალები მარტოხელა მოგვის პოზიციაზე, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჰერმეტიკა, იმიტომ რომ შენ ხარ მარტო ამ სამყაროში და შენ მართავ ყველაფერს, შენ გარშემო რაც ხდება. ის რომ ვიღაცა შენთან მეგობრობს, ეს იმიტომ ხდება, რომ შენ უშვებ ამას, ან ის უშვებს ამას. აი ეს ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში, ცხოვრების ძირითადი კანონები. დღეს მარტოხელა მოგვის პოზიციაზე გადის, მე ესე მგონია. ყოველ შემთხვევაში და მოგვი ეს პრაქტიკულად თავისუფალი პიროვნებაა. ზოგი მაგს ეძახის, მაგრამ რადგან სახარებაში მოცემულია როგორც მოგვი, ქართველში გრძნეულსაც ეძახდნენ, ამიტომ მეც ხმარობ სიტყვა მოგვს, ვიყენებ სიტყვა მოგვს, უფრო სწორია. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიაღწევს თავის შინაგანი წყობით ადეპტის პოზიციას, ანუ თავის თავში გაიაზრებს ადეპტს, ანუ მოგვი გახდება, ის მარტოხელაა თავისი არსით. ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაქვს სამყაროსთან, არა, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი